მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ორი საინტერესო თემა გვაქვს. პირველი იქიდან გვინდა დავიწყოთ, რომ დღეს 7 ივნისია და ხვალ გვაქვს გასვლა გომარეთის ტბების მიმართულებით. უნდა გავიაროთ ულამაზესი ხრამჰესი, ხრამი. ავიდეთ გომარეთის ტბებზე, ხოლო შემდგომ იქიდან ავიდეთ წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში. კვირას თუ არ ვწდები ხვალე როგორც გავიგე გომარეთობაა და საკმაოდ საინტერესო იქნება. მოკლედ გელოდებით 10-ის ნახევარზე დილას, როგორც დავდეთ ტრეკი, რაც ერტილზეც ზემოფონი ჭალაში ზღაპარი რომ არის მაღაზია 10-ის ნახევარზე, მსურველები მობრძანდით, შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი ოჯახის წევრებიც, რადგან იქნება საკმაოდ ლაითი გზა. ეხლა მეორე და მნიშვნელოვანი, როგორც ყოველთვის მზად ვართ ხოლმე ეტაპობრივად შემოგთავაზოთ გათამაშებები. აი მაგალითად ამ ეტაპზე გვაქვს სატელიტური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბარს, გამომდინარე ჩვენი უგზოობიდან და ოფროუდიდან. არის ისეთი ადგილები, სადაც არ იჭერს ჩვენი ქსელი, არც მაგთი, არც ჯეოსელი, არც ერთი ქსელი, ამიტომ შესაძლებელია შეიძინოთ ამ ტელეფონის სიმბარათი, ჩაუდოთ და არანაირი პრობლემა არ გვექნება, ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ დაიჭიროთ სატელიტური ქსელი. რითაც შეძლებთ საუბარს ნებისმიერ დროს თქვენი ოჯახის წევრებთან. დავმალავთ როგორც ყოველთვის გარკვეულ წერტილზე, ჩვენ წერტილს დავდებთ და პირველი რომელიც ავა და მანქანით დაფიქსირდება, ანუ იმ წერტილს დაადებს ხელს და თავის მანქანას, რა თქმა უნდა, გადავცემთ საჩუქრად ჩვენ სატელიტურ ტელეფონს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ აუცილებლად, გააზიარეთ თქვენს მეგობრებში და ჩვენც მაქსიმალურად ხშირად შემოგთავაზებთ ხოლმე ასეთი სახის საინტერესო გათამაშებებს. ხოლო ახლა წავიდეთ და ავირჩიოთ ის საინტერესო წერტილი, სადაც შეძლებთ მობრძანებას ამ წერტილზე. არ მგონია რომ რამეს რთული იყოს ლოკაციის აღებას, რომ ასეთი საინტერესო საჩუქარი მოიგოთ. აგრეთვე მეორე წერტილზე გვინდა შემოგთავაზოთ აი ესეთი სახის გათამაშება, ეს არის JK-ის სანათები, ჯიპ რანგლერის მოყვარულთათვის, ვისაც სურვილი გექნებათ, ამასაც დავდებთ ლოკაციაზე და როგორც სატელიტურ ტელეფონზე ვისაუბრე, ერთ ხელს დავადებთ წერტილს, ხოლო მეორეს თქვენ მანქანას, ჩავიგდეთ თქვენი ფოტო კომენტარებში, პოსტის ქვემოთ და რომელიც პირველი ჩავიგდებს აღნიშნულ ფოტოს, აუცილებლად გადავცემთ ამ სანათებს. მივდივართ წერტილების დასადებად. რა თქმა უნდა, ჯიპ რანგლერისთვის იქნება უფრო მეტად ლაითი და იოლი. ხოლო სატელიტური ტელეფონს სადაც გავათამაშებთ, იქნება რთული. წერტილებს დავდებთ და ლოკაციებს დავწერთ პირდაპირ და შეგიძლიათ როგორც ნახავთ ვიდეოს, მოიძიოთ აღნიშნული ლოკაციები და მოგძანდეთ და მიიღოთ თქვენი საჩუქრები. აი ეს პატარა აღმართი იქნება, საკმაოდ საინტერესო. დაბლა სისველია, როგორ დაძლევს თქვენი მანქანები და როგორ ამოვლენ, აქ ნახავთ. პატარა წინაღობები გექნებათ, მეგობრებო, ამიტომ ცული იქონიეთ მანქანაში. ასასვლელი და მარცხნივ მოსახვევი ტრეკია. რა გემრიელია, ფეხი მიცურდება. მე აქ რო ამოდივარ. ძალიან მაგარი. აქ დიძრავიანი თუ შეძლებს, ან მხოლოდ ჯალამბარით. ესე გამორიცხული.
მაგრამ ნახეთ, რა ვიცი, ცადეთ. თქვენს ხელშია ყველაფერი. აი ესე გზის პირას. ასე რომ ჩავთვალოთ. ყოველ შემთხვევაში აქამდე არის გზა მანქანის. მოვალთ და შეგხვდება ეს წერტილი. ამ წერტილზე გადაიღეთ ფოტო თქვენი მანქანით, როგორც თქვით, ერთი ხელი მოკიდეთ წერტილს, ხოლო მეორე თქვენს ავტომანქანას. აქ ბევრჯერ ვართ ამოსულები ამ წერტილზე, აღარ გვინდა გზის გაფუჭება, საკმაოდ გასართობი გზა იქნება თქვენთვის, თან შორის არ არის. ასე რომ გელოდებით აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ მსვლელობის დროს გადაიღეთ ვიდეო, საკმაოდ საინტერესო იქნება. ესეც მეგობრებო, მეორე ლოკაცია ჩვენი ვრანგლერებისთვის საჩუქარი. არაფერი რთული ტრეკი არ არის, აქ შეგიძლიათ բոլომდე მანქანით არ შემოხვიდეთ, თავიდან კი ვსაუბრობდით, რომ ხელი უნდა დავადოთ. პირდაპირ საჩუქარი დაგიტოვეთ აქ. აქ ისეთი ადგილია, შეიძლება გაიაროს კვადროციკლმა, ან ფეხით გაიაროს ვიღაცამ და გაიყოლიოს. მაქსიმალურად ლაითი ადგილია. ცოტა შიგნით შემოვედი ფეხით გზიდან. ანალოგიურად შეგიძლიათ მანქანა გააჩეროთ და პატარა მონაკვეთი გამოიაროთ და აიღოთ საჩუქარი. პატარა მინიშნებებს მოვცემთ აქ. მოკლედ ესეთი რამე მომაფიქრდა სპონტანურად. აქ გვაქვს 10 ლიტრიანი სოკარის ჩვენი მეგობარი კომპანიის ნანო დიზელი. ამ დიზელს ახლა ლამაზად შევახვა აი აქ, აი ამაზე და ვინც იცის ეს 8 ნომერი სად არის? თუ 5 ნომერია, უკვე აღარ მახსოვს, ისე დავწერეთ. ვისაც გეცნობათ ეს ადგილი, რომ გამოივლით ლოკაციის წერტილის ასაღებად, ერთი საჩუქარი იქ დაგხვდებათ და ერთ საჩუქარს აქ დაგახვედრებთ. აი განახებთ ახლა როგორ შევინახავთ. აი ასე გადავახვალთ. ჩუნამ რომ არაფერი უქნას. აი ესე ლამაზად შევახვიეთ. და ესე თქვენთვის შეგინახეთ 10 ლიტრი ნანო დიზელი. ამ ლოკაციას, წერტილს ლოკაციისას არ ავიღებ, იმიტომ რომ ძალიან ადვილი მისახვედრია, სადაც ვართ. და დიდი ალბათობით პირველ ლოკაციაზე, ანუ ეხლა სადაც დავტოვეთ საჩუქრები, იქ ვინც ამოვა, აუცილებლად იპოვის ამ საჩუქარსაც. და თხოვნა გვექნება კიდევ ერთხელ მეგობრებო, თუ შეიძლება გადაიღეთ რა, ეს მსვლელობა გადაიღეთ, წერტილის აღება გადაიღეთ და ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესოა. ქონდა მცდელობა აქ გასვლის რამდენიმეჯერ და შორის გავედით კიდეც ერთხელ არ ჩავარდნით. ასე რომ შეგიძლიათ გაერთოთ ცოტა დიდი საბურავით, ცოტა დიდი ძრავით. ახმარება თუ დაჭირდებათ, აკეთეთ. მაქსიმალურად დროში. მოკლედ მეგობრებო, ავტვირთავთ ახლა ამ ვიდეოს და ვიდეოს ბოლოში იქნება წერტილები, შეგიძლიათ ახლავე ამბრძანდეთ და მიიღოთ თქვენი საჩუქრები. რაც შეეხება ჩვენი ხვალინდელ გასვლას, დილას როგორც გითხარით, დასაწყისში ვიკრიბებით 10-ის ნახევარზე ლოკაციაც გააქვთ, წერტილებით იცით სადაც ვიკრიბებით და იქაც რა თქმა უნდა გავათამაშებთ აუცილებლად სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის საწვავის ტალონებსაც. აბა წარმატებებს გისურვებთ